მოგესალმებით მეგობრებო, დღეს შემოგთავაზებთ სრულ ვიდეოს, როგორ ვაკეთებთ კახეთში ჩურჩხელას. დავწურეთ ყურძენი და იმავე დღეს ვაცლით წვენს, რამდენიც გვჭირდება, ანუ შემდეგ რითაც ვადუღებთ უკვე ბადაკს. შემოვდგავთ ცეცხლზე ამ წვენს და სანამ ადუღდება, აი ასეთ ქაფს იკეთებს. ეს უნდა მოვაცალოთ აუცილებლად ბოლომდე და შემდეგ უნდა ვადუღოთ დიდხანს, დაახლოებით სანამ არ დაიკლებს ნახევარს მაინც, ან ცოტა ნაკლებს. გააჩნია როგორი ჩურჩხელა გვინდა რომ გქონდეს. რა თქმა უნდა, გარჩეული გვაქვს უკვე ნიკოზი, დაჭრილი სასურველ ზომაზე. რამხელაც გვინდა რომ იყოს ჩვენი ჩურჩხელა, სიგრძეც ჩვენზეა დამოკიდებული, რამ სიგრძე ჩურჩხელებს ავაბნევთ. მე აი ასე გავამზადე და უკვე შემოვდგით ეს მოდუღებული წვენი, ანუ ბადაგი ცეცხლზე. დედაჩემი მეხმარება, რა თქმა უნდა. როგორც ყოველთვის, ფქვილის ჭირდება პირველი ხარისხის, უმაღლესი ხარისხის ფქვილისგან გამოდის მაგარი ჩურჩხელა, ანუ მერე მაგრდება, როცა შრება. 1 ლიტრ წვენზე უნდა 200 გრამიანი ჭიქა ფქვილი. მე 20 ლიტრის გავაკეთე და 5 კილო ფქვილი დამჭირდა. აი ასე უკვე გაცხელებულ წვენში, გამთბარ წვენში, ბადაკში ჩავყრით ფქვილს და ვურევთ სრულ გახსნამდე. აქ უკვე შემოგვეშველა ჩემი ძმისშვილი, ჩემი უსაყვარლესი გოგონა, აი ამ ასაკიდანვე სწავლობენ კახელები თათარის და ჩურჩხელის გაკეთებას. ძალიან მოსწონს ეს პროცესი და გვეხმარებოდა თავიდან ბოლომდე. კარგად უნდა გაიხსნას, კარგად დედაჩემი ასწავლის, როგორ უნდა ამის გაკეთება. და შემდეგ ვურევთ დიდი ხის კოვზით. მე აქ მეურევ, რადგან როცა სქელდება უკვე აღარ შემიძლია, ვერ ვერევი. ძირში რომ არ მიიწვას. მოვიშველიე მიქსერიც, იმიტომ რომ არის როცა სქელდება წვენი მაგრდება და მარტო კოვზით რთულია. და მიქსერის საშუალებით კარგად უნდა გაიხსნას ეს შესქელებული წვენი. შემდეგ ისევ კარგად პერიოდულად უნდა ვურიოთ, მუდმივი მორევა სჭირდება. აქ უკვე გასქელდა და გვერდებზე კარგად სადმე სიმაგრეა კიდე უნდა გაიშალოს და აი ასე სჭირდება ამობრუნება კიდევ, აი ესეთად არის ამოტრიალება თუ ამობრუნება, ძირიდან ამოდის ზემოთ და ესე უნდა ჩააბრუნო. და უკვე აი ამ აქედან, როდესაც უკვე დუღილს დაიწყებს, 1 საათი, საათნახევარი, 2 საათი გააჩნია რამდენია წვენი, რამდენი ლიტრისას ვაკეთებთ. აქ შემოგვიერთდა უკვე ჩემი რძალი, რომელიც ძალიან ყოჩაღი გოგოა და ულამაზეს ჩურჩხელებს აკეთებს ყოველთვის. მოგვეხმარა და აი ასეთი ლამაზი ჩურჩხელები გამოგვივიდა. საბოლოო ჯამში დაახლოებით 200 ცალი ნუშისაც გვაქვს და ნიგზისაც. სულ ეს იყო, გემშვიდობებით, მომავალ შეხვედრამდე ბედნიერად. გამოიწერეთ ჩემი არხი.